გამარჯობა, მე ია მეორმიშვილი ვარ. დღეს არის 6 მაისი და მინდოდა რამდენიმე სიტყვით, რამდენიმე წინადადებით ინფორმაცია გადმო. ვიდრე ია მეორმიშვილს მოусმენთ, ძალიან საინტერესო, სრული ანალიზით, სრული ინფორმაციას გვაწვდის ჩემი კოლეგა ია. მანამდე მე გეტყვით, რომ ია საუბრობს მეგობარი აქტის დამტკიცებაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, ანუ კონგრესში და ის დეტალურად ია მეორმიშვილი დეტალურად გვიხსნის რა პროცედურულ ნაბიჯებს გაივლის ეს მნიშვნელოვანი აქტი მიღებული კონგრესის მიერ უკვე შემდგომ პერიოდში ისიც თქვენ რომ გუშინ წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და დაამტკიცა მეგობარი აქტი. მეგობარი აქტთან დაკავშირებით მოგეხსენებათ გუშინ წარმომადგენელთა პალატის მთელმა შემადგენლობამ თუ სრულმა პალატამ კენჭი უყარა კანონპროექტს და ის გავიდა საკმაოდ დიდი უმრავლესობით, ეს იყო 349 მომხრე, 42 მოწინააღმდეგე კანონპროექტის 349 მომხრედან ვინც მხარი დაუჭირა მეგობარი აქტს არიან რასაკვირველია რესპუბლიკელებიც და არიან დემოკრატებიც. ზუსტად თუ გაინტერესებთ, ესე ვიტყვი, რომ ეს არის ესე იგი 168 რესპუბლიკელი და 191 დეპუტატი, 42 მოწინააღმდეგი, საკენ 34 არის რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი წინააღმდეგ, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 80%-იანი პრაქტიკულად არ მიანგარიშია, მაგრამ მაინც 80%-იანი მხარდაჭერა აქვს ქონდა მეგობარი აქტს, რომელიც ჩვენთვის თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებისათვის, თავისუფლების მოყვარე ხალხისათვის, იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე და თუნდაც არ იდგნენ არამედ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, არის უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის დამტკიცებული, ის პროცედურებს გაივლის, ისიც თქვენ იაც ამაზე საუბრობს, უკვე შემდგომ ხელმოსაწერად შევა პრეზიდენტ ტრამპთან, დაიდება პრეზიდენტ ტრამპის ვაგიდაზე და პრეზიდენტი ტრამპი ესე მსხვილი ფლომასტერის მსგავსი კალმით რომ აწერს ხელს ხოლმე და მისი ვებერთელა დიდრონი ხელმოწერა რომ აღიბეჭდება ხოლმე ამა თუ იმ ქაღალდზე, ისე მოაწერს ამ ხელს ამ დოკუმენტს და ვინც ის მედიის საშუალებებმაც კი აიღონ კადრები, შეიძლება აიღონ კადრები უკვე შემდგომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამ კანონ პროექტზე ხელმოწერისა. მოусმინოთ იას. მენელთა პალატაში არის სულ 425 წევრი, ანუ 425-დან 359 კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საკმაოდ მნიშვნელოვანი მიუთითებს იმაზე, რომ არის ორპარტიული მხარდაჭერა კანონპროექტის მიმართ, იყო 34 მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი. ანუ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, ამით დამთავრდა ეს პროცესი კანონპროექტისა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კანონპროექტი დარეგისტრირდა შარშან წინამოწვევის კონგრესში, წინამოწვევის პარლამენტში, ესე ამბობს ია, დარეგისტრირდა კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ, ახლაც ჯო ვილსონია ამ კანონპროექტის ავტორი. ეს ჯო ვილსონი ის კაცია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ხო? ანუ არგუმენტებს და არგუმენტებს იმარაგებს ქართული ოცნების რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და მართებულადაც კარგადაც იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ზარქუები და სხვა უგვანები ქართული ოცნებიდან მას პერიოდულად პენსიონერს უწოდებენ და პერიოდულად კი გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს თუ თანა ლიდერს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯო ვილსონი მხოლოდ თვით ინიციატივით არ არის დაკავებული. ჯო ვილსონი ბუნებრივია კონსულტაციებს გადის უშუალოდ რესპუბლიკელებთან, ის რესპუბლიკელია, მათ შორის პალატის სპიკერ ჯონსონთან და სხვებთანაც, ასევე გადის კონგრესში კონსულტაციებს კოლეგა დემოკრატებთან და ამიტომაც ჰქონდა ამ აქტს ესოდენ სერიოზული მხარდაჭერა, ორპარტიული მხარდაჭერა ამბობს ია და მართებულადაც ამბობს, ორპარტიულობას აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ მიდგომას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამ რეჟიმის მიმართ, რომელმაც
უღალატა საქართველოს ტრანსატლანტიკურ ღირებულებებს, მომავალს, გზას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს გადაეხვია ამ გზიდან და საქართველო ჩამოსცილებოდა ევროატლანტიკურ კურსს. მან ამ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში დამყარებულიყო რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, ჰიბრიდული რუსული მმართველობა. მან ამ რეჟიმმა გადაუხვია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისაგან უღალატა ამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ვის თუ არა ქართველ ხალხს ერთის მხრივ და ვის თუ არა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ოკეანგაღმა მყოფ პარტნიორებს უნდა შეემჩნიათ ეს ყველაფერი და ქვეყანა, რომელიც ეძვირფასებად, ხალხი, რომელიც ეძვირფასებად ამ ხალხთან იმართებაში, ამ ქვეყანასთან იმართებაში უნდა მიიღოთ სწორედაც რომ კაცრი, მკვეთრფერა, ხომ, მკვეთრშტრიხა განცხადება თუ რეზოლუცია თუ ამ შემთხვევაში კანონ პროექტი გავაგრძელოთ. შარშან დერგანიხილა კონგრესმა არ იქნა მიღებული ეს კანონ პროექტი, თუმცა ახალი მოწვევის კონგრესში კონგრესმენმა ჯო ვილსონმა იანვარში ერთ-ერთ პირველ კანონ პროექტად დაარეგისტრირა მეგობარი და აი მას შემდეგ დაახლოებით ეხლა ისე გამოდის რომ მე სულ მივად იაკი ლაპარაკობს და სწორადაც დამართებულად ლაპარაკობს, მაგრამ მე მივად ესე ვაწყვეტინებ ხოლმე ჩემს კოლეგა არაჩვეულებრივ ჟურნალისტ ია მეურმიშვილს. მე მინდა ავხსნა, რატომ მოხდა შარშან კი რა წლეულს უკვე ჯო ვილსონის მიერ ხელმეორე ინიციატივა. პირველი ინიციატივა არ გავიდა ისიც თქვენ სათანადო რაოდენობით ხმები ვერ დააგროვა მაშინ ჯერ კიდევ შარშან მეგობარი აქტმა, მაგრამ მას შემდეგ ანუ ნოემბერში, დეკემბერში, წელს იანვარში, თებერვალში, აპრილში, მარტში-აპრილში მოხდა უამრავი რამ და ნაცვლად იმისა, რომ ქართულ-რუსულ ოცნებას ოდნავ მაინც კორექტირება შეეტანა, ოდნავ მაინც საკუთარ მოძრაობაში, საკუთარ პოლიტიკაში, საკუთარ ქმედებებში გაჯიქურდა და გაჯიუტდა ბიზნე ივანიშვილი და გამობიზინებულთა მთელი კასტა, მთელი ბანდა, მთელი ხუნტა და გაჯიუტდა გაჯიუტდა შეცდომაშიო, ასე რომ ამბობენ და ეს საქმეც კი გარწმუნებთ არ იქნებოდა მიღებული ვარწმუნებ ქართული ოცნების მომხრეებს რომ არა ბიზინა ივანიშვილის პერსონალურად და გამობიზინებულთა ესეთი მკვეთრი მოძრაობები რუსეთის მიმართულებით აქ კავკასიის ბელარუსის გაკეთების მათეული მცდელობა უბადრუკი მეთქი ასეთ შემიძლია ვთქვა დიახ ერთის მხრივ უბადრუკი მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცეები რომ გაზდით რაღაცეები რომ გამოზდით ესეც ფაქტია და აი ჯო ვილსონმა და არა მხოლოდ ჯო ვილსონმა არამედ ხლიან ხელსინკის კომისიამ და არა მხოლოდ ხელსინკის კომისიამ არამედ კონგრესმენებმა და მე დაგისახელეთ რამდენი კონგრესმენი იყო უკვე მომხრე ანუ 349 ხარდამჭერი ხავდა ამჯერზე მეგობარი აქტს გადაწყვეტილება მიიღეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ადრე ამბობდნენ რომ არა გაჩერდა უკვე მეგობარი აქტი აღარ იქნება მიღებული იმიტომ რომ ამერიკელები მოვიდნენ აზზე და აგე ტრამპმა მოიყვანა ისინი აზზე და ასე შემდეგ ახლა უკვე მიღებულია კანონი ია აქ ლაპარაკობს და მოდით აღარ ვილაპარაკოთ ახლა აღარ დავეყრდნოთ იას მე ჩემის მხრივ გეტყვით რა მოხდება უკვე შემდგომ მაქსიმუმ 3 ივნისამდე ხაზგასმით ვამბობ მაქსიმუმ 3 ივნისამდე მეგობარი აქტი აინაცვლებს სენატში ან თუ გრებავს ყველათ ვიყი გადაინაცვლებს სენატში მსარქუამ კი არ იცის და მდინარაძემაც არ იცის ნინო წილოსანმაც არ იცის და სხვებმაც არ იციან მაგრამ ამ ქართული ოცნების 99 დეპუტატიდან 9 ხომ მაინც იცის ან უნდა იცოდეს რომ სენატში არის 100 სენატორი ეს როდიდან სენატის შექმნის დროიდან 100-ია და უკვე სენატში არ ხდება მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მეგობარი აქტის საწინააღმდეგო ან მეგობარი აქტის რედაქციის სხვა რედაქციის წარმოდგენის რომელიმე 1 ან 5 ან 17 ან 27 შემთხვევა ანუ სენატორებს განსხვავებული მოსაზრება კონგრესმენებისაგან არ აქვთ. შესაბამისად სენატი მაღალი ალბათობით კენჭს უყრის სწორედ 3 ივნისამდე, თუმცა არსებობს მიღების სხვა მეთოდები, სხვა გზებიც და ავტომატური მიღება ჰქვია ამას, მაგრამ მაღალი ალბათობით მაინც კენჭის სხვა შედგება და ვერ გეტყვით რამდენად 100, მაგრამ რა ვიცი, ვივარაუდოთ რაღაც 79, 83, 89 სენატორი ისევე როგორც კონგრესმენი ხარს დაუჭერს მეგობარი აქტს. აქედან გარკვეული პერიოდის თუ არ მეშნება და არ მინდა შემეშალოს
თუ არ ვწდები 2 კვირის განმავლობაში, თუმცა დავაზუსტებ და ეს მაინც არ მიიღოთ ზუსტ ცნობად, ხო, ეს დოკუმენტი დაიდება პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე. და პრეზიდენტი ტრამპი აკი გითხარით კიდეც თავისი დიდი დრონი შავი ფლომასტერის მსგავსი კალმით აიღებს სამკალავს მარჯვენა ხელში და ესე დაასვამს საკუთარ ხელმოწერას მსხვილი კონტურები ექნება მის ხელმოწერას, ვებარო არის ხოლმე ტაბახის ამ ფურცს ამ გვერდიდან რომ იწყება და ლამის მეორე გვერდამდე რომ გადის ხოლმე, შესაბამისად მარცხნიდან იწყება და მარჯვენა ბოლომდე გადის ხოლმე ლამის, ხო, თლად ესე არ არის, მაგრამ ესე უნდა ავხსნა. და ვინიც ის იქნება მედიის საშუალებებთან აცკი ჩართული კამერების წინ ესე მოატრიალოს ეს ხელმოწერა საკუთარ მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტისა და აჩვენოს მედიის საშუალებებს. აქ კი გადაფსიხდებიან ქართული ოცნების რიგითი თუ არა რიგითი მომხრეები და იტყვიან რომ აგე ტრამპიც კი დამარცხდა deep state-თანო, იმიტომ რომ კონგრესი და სენატი ისევ როგორც ევროკავშირი ან ევროპული საბჭო ან უკლებრივ ყველა ევროპიდან ვინც არის, იმის ევროპაში არის საერთოდ. ევროპაში 500 მილიონიან ევროპაში ვინც არის, უკლებრივ ყველაობის პარტიის, გლობალური ობის პარტიის წარმომადგენელია და ბიზნეს ივანიშვილი ერთი სიმართლესთან მებრძოლი რაინდი. გადაფსიხდებიან ზარქუები და არა მხოლოდ ზარქუები, მაგრამ არც არაფერს არ წყვეტს მათი გადაფსიხება, საბოლოო ჯამში ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზულ პოლიტიკოსებზე, ოკეან გაღმა და სერიოზულ პოლიტიკოსებზე, ოკეან გამოღმა, სერიოზულ ქვეყანა შეერთებულ შტატებზე, ოკეან გაღმა და სერიოზულ ქვეყნებზე, ოკეან გამოღმა ევროპის კავშირის ქვეყნებს გულისხმობდა აგრეთვე ბრიტანეთს და არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, რომლებიც ახლა ჩამოვასახელე ამ სივრცეებს, არამედ მთლიან დასავლურ დემოკრატიულ სამყაროზე ლაპარაკობთ საბოლოო ჯამში. ხო და ზარქუები გადაფსიხდებიან თუ არა ან კამერის თანდასწრებით რას ილაპარაკებენ, ეს არ ვიცი. ვერ გეტყვით პროცესად ვჭრეთ რომ სისულელებს ილაპარაკებენ მორიგ ჯერზე, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. და მაგრამ ეს არის ნათელი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი გავუხდოთ. მადლობთია, დიდი მადლობა. ეს გადავთ, ამიტომ ტელეფონი სჯობს. ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი. დიახ, ახლა უკვე ამის მას შემდეგ რაც ტრამპი დაასვამს საკუთარ ხელმოწერას ამ დოკუმენტს 3 ივნისიდან, მოდი ესე ვთქვათ, ივნისის ბოლომდე მოხდება ეს ყველაფერი. მაღალი ალბათობით, ხო, მე უკვე ამათ სათქმელიც აღარაფერი აღარ აქვს რა, რომ ტრამპიც დამარცხდა deep state-თან, ოკეი, დამარცხდა. თქვათ, ტრამპიც გამო deep state-და, მერე რა. ტრამპი რომ გამო deep state-და ამათეული წარმოდგენით, ამის კონტურები, ამის ნიშნები, ამის პატარა ხაზუკები უკვე ჩანს. იქიდან რომ ტრამპი ნელ-ნელა, გვიან, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, უკრაინის მხარდამჭერად იქცა და ვინიც ისეთ მხარდამჭერად უკრაინისა, როგორც არ იყო მისი წინამორბედი 46 პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც კი, რომელსაც ტრამპი დღენიად და სულ ხშირად სულ უფრო ხშირად უწოდებს ასე რომ სულელი პრეზიდენტი, ბებერი პრეზიდენტი, გამოჩერჩეტებული პრეზიდენტი და ასე შემდეგ. დიახ, ასე კი უწოდებს, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპი ვერც იმას უარყოფს, რომ სწორედ ბაიდენის მიერ მიწოდებულმა იარაღმა, არა ყველაფერმა, მაგრამ იმან რაც მიაწოდა ბაიდენმა თუ 61 მილიარდის პარგლებში და თუ 61 მილიარდ მიღმა გადაარჩინა უკრაინა როგორც სახელმწიფო სრული ჩამონგრევისაგან და ახლა უკვე სიმართლე გითხრათ მე ვხვდები, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ 2000 დახკაბულდით უკრაინელებს ეუბნება დახკაბულდით ამ სამშვიდობო ინიციატივას და ასე შეეგუეთ იმას, რომ ტერიტორიების ნაწილს კარგავთ და ასე შემდეგ და თუ არა და 2028 წელს ანუ 3 წელიწადში რუსეთს სხვა პირობები ექნება და უკრაინა ან იარსებებს ან არ იარსებებს, გადარჩენილ უკრაინას გულისხმობდა. დიახ, ტრამპი გულისხმობდა იმას, რომ მე თუ არ მოგეხმარები, მე თუ არ ვიქნები პროცესში, ამ შემთხვევაში დაგერხევა შენ ზელენსკი და დაგერხევა შენ უკრაინაო, მაგრამ აი გამოხდა ხანი და კვლავ ვატიკანის შეხვედრას პეტრეს ტაძარში განმარტოვებას ორი პრეზიდენტისა უნდა შევეხო ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ამბავს, რომლის ნიუანსებ დეტალები მოგონებებში თუ გაჩნდება თუ ტრამპისა და თუ ზელენსკისა, წლების შემდეგ, ათწლეულების შემდეგ, ხო ნიუანსია რა უთხრა, როდის უთხრა, როგორ უთხრა, რატომ უთხრა და ასე შემდეგ. როგორ იყო მომზადებული, აი ეს ნიუანსები, დეტალები, ხო ეშმაკი ხო დეტალებშია, ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, ხო, აი ამ ვატიკანის შეხვედრამ პეტრეს ტაძარში ბევრი რამ კი არა, არსებითად ბევრი რამ შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ სკეპტიკოსები და ამბობენ იმას, რომ აი ტრამპი ამბივალენტური კაციაო და ახლა ისევ შეცვლის პოზიციას და ისევ პრორუსულ პოზიციას დაიჭერსო, ოკეი, მე ამ ლოგიკას აღარ მივყვები, მაგრამ ოკეი, თუნდაც ასე იყოს,
ხო ტრამპს უკვე ნათქვამი ან ბოლო ნათქვამები რაც არის შემდეგი ნათქვამებია რომ უკრაინა გადარჩება ამერიკა არცად არ მიდის და უკრაინის გადარჩენაზე იქნება შეერთებული შტატები ორიენტირებული აქა-იქ კი გაისმის კვლავ მოსაზრებები იმის თაობაზე როგორ უნდა არასწორი ზმნარი გაიყოს უკრაინა არა სად უნდა დაშორიშორდნენ ძალები მაგრამ თავარი არის ის რომ განიხიბლა ევროპა რახანია განხიბლულია მაგრამ ევროპა რომელიცაც თავისი მიქარვები აქვს მაგრამ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც კი განიხიბლა პუტინით რომლის წარმომადგენლების ამბობენ სულ რომ აი მე ისმი დრეპროპეტროვსკი რა თქინდა დრეპროპეტროვსკი ხო ის ხო არც გიღიარებია საკუთარ შემოდგომაში მაშ რა თქინდა თუ დრეპროპეტროვსკი თუ ოდესა თუ ლვოვი თუ ხარკოვი და თუ კიევი სუმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ის ხუთი რომ გეძლევა ხამახლა თქვამია ამ ხუთზე რო კიდე ლაპარაკი მიდის იმ ხუთ რეგიონზე აი 7 6 7 9 და 12 რეგიონი უკრაინისა მთელი უკრაინა რაჯანდაბად გინდა და იმიტომ გინდა რომ შენ ხარ ხორის სახელმწიფო ბოდის ვიხდი შენ ხარ ესეთი სუნაგი სახელმწიფო შენ ხარ მუცელ ამოუყორავი სახელმწიფო და ასე შემდეგ ეხლა უკრაინაზე რომ არ გადავიდე ისევ ქართულ ფსევდო ხელისუფლებას მიუბრუნდები და ქართულ ფსევდო ხელისუფლებაზე ვისაუბრებ. დიახ, განიხიბლებიან ესენი ტრამპით და დარჩებიან აბსოლუტურად მარტორი. ოღონდ იმ მეგობარი აქტში, რომლის რედაქციას გამოქვეყნდება და ჩვენ ყველას გვეცოდინება სიტყვა სიტყვით რა არის ჩაწერილი ამ აქტში კი ვიცით, მაგრამ კიდევ უფრო ახალი სრული თარგმანით ვერსია გამოქვეყნდება ქართულენოვანი მაყურებლისათვის ამ კითხვისათვის რომ ჩვენს ყველამ აი სოფელ შუკა ორღობე ქალაქ უბან ყველამ რომ წაიკითხოს ყველას რომ კონდეს შესაძლებლობა იქ წერია ბევრი საინტერესო პოზიტიური ამბავი ჩვენთან მიმართებაში თქვენ საქართველოს მოქალაქეებო გექნებათ ეს ოღონდ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ევროპულ განვითარებას და დემოკრატიულ კურსს უნდა დაუბრუნდეს და რაღაცა არაბრუნებენ ეს ტიპები მე არ ვამარტივებ ხო ეს ტიპები რომელთა მიმართაც სანქციები დაწესებულია და დაწესდება მომავალშიც რაღაცა რო იცოდეთ აი ესენი აღარ გიქნებათ რაღაცა ესენი არიან ხელისუფლებაში და ასე შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებაში და ეს აი კონცეპტუალურად ეხლა მე ხადია ძალიან ვამარტივებ მაგრამ კონცეპტუალურად სწორედ ეს წერია ამ დოკუმენტში მეგობარი აქტში ამასობაში ხო კარგია რომ აი ხა იას გავხედე და ჯერაც ანთია ჩემი მეორე ტელეფონის ეკრანი და ია მიმზერს მეთქი ასე ვიტყვი ამასობაში ამბავი სხვა რამეც არის ქართველი ხალხის აქტი არის ამგვარი მეორე საკანონმდებლო ინიციატივა რომელმაც სტარტი აიღო სწორედ სენატიდან ორი გენიალური სენატორი არის ამ ქართველი ხალხის აქტის ავტორი. იქაც ბევრი რამ წერია, იქაც ამბებია, ერთი ხლართებია, რას მიქვია და მაღალი ეშელონების ბიზინა ივანიშვილისა და მისი პირველი ეშელონის მომხრეთა წინააღმდეგ ამბებია იქ და ორი სენატორია ავტორი ქართველი ხალხის აქტისა. ეს არის სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. გაგახსენოთ, სარქუას რატო ახსენებ 34 ჯერ, მაგრამ რატო უნდა ახსენო საერთოდ ეს ხდალი ბიჭი, მაგრამ გეტყვით რომ სენატორ შაჰინთან დაკავშირებით სარქუას აქ ნათქვამი ეგ ჩ10 და მე აღარ გავაგზელებ. თუ ნემოთ გავაგზელო ჩათლახი ეგო. უწოდებს ქალბატონს, გავანებოთ ახლა გენდერს დავი. უწოდებს სენატორს, გავანებოთ ახლა ერთს მის სტატუსს თავი რო ის პოლიტიკოსია უწოდებს უგამოცდილეს პირს რომელიც ერთი ამგვარი არ არის აქედან დავიწყოთ და მეორე არის ჩვენი უზარმაზარი მხარდამჭერი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენისა ის ეხრახანია არის სენატორი და მეორე არის სენატორი რიში ამჯერად რესპუბლიკელი მე მინდა გაგახსენოთ ერთი შრამიანი კაცი ვიეტნამ მოვლილი კაცი რომელიც ვიეტნამში ტყვეობაში იყო კაცი რომელმაც 2008 წელს როდესაც ობამას ერკინებოდა ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს თქვა ერთი გენიალური ქართველური საქართველო სიტყვები ქართველთათვის სიტყვები we are all Georgians ჩვენ ყველანი ვართ right now ჩვენ ყველანი ვართ ქართველები ამ კაცს ერქვა ერე და მე ასე იგი 2008 არის ხო 10 წელიწადში თუ არ ვწდები გარდაცვლილი შრამიანი კაცი ვიეტნამში დატყვევებული კაცი რომელიც დაგუგლეთ რომელიც ხელჯოხით მიდის და ხდება
ჩემი მარწმენით და ბევრი ამერიკელის წმენით ჩვენი დროების უდიდეს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს ერთ 60-ია გამოწყობილი, ერთ სამხედრო 60-ია გამოწყობილი სენატორი მაკკეინი. და ეს კაცი ამ კაცის თანაგუნდელი მარჯვენა ხელი იყო სენატორი რიში მერკი ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ მაკკეინზე კი არ ვსაუბრობ, როდესაც ვისაუბრებ მომცენ ამათმა საშუალება რომ ვისაუბრო მაკკეინზე და არა მხოლოდ და მე ვისაუბრებ ცხადია რეიგანზე, მაკკეინზე პოზიტიურად ეს რეიგანზე და მაკკეინზე თუმცა უარყოფითი გმირე პერსონაჟებიც ამ ამბებში ხავს რასაკვირველია მათ შორის შეერთებულ შტატებსაც გავიხსენებ ისტორიებს გავიხსენებ ასე მაგალითად რეიგანის სიტყვას evil empire ბოროტების იმპერიის თაობაზე გავიხსენებ იმას როგორ იყო ის ორჩარჩეული 80 წელს 84 წელს ამდენი შტატი მოიგო რუკას გაჩვენებთ როგორც ამის დრო უნდა გქონდეს ხო და ეს მაკკეინი ამ მაკკეინის ეს კი არა ამ მაკკეინის ხარდამჭერი კი არა თანაგუნდელი მარჯვენა ხელი იყო სენატორი რიში და ეს სენატორი რიში სენატორ შაჰინთან ერთად ეს ფორმალისტურად და სხვებიც არიან ინიციატორები ქართული ხალხის აქტისა და ისიც ეს დოკუმენტიც მიღების გათვალისწინებით და შემდეგ დაიდება ტრამპის რეიგანის მაგიდაზე დიახ ტრამპი ახლა რეიგანის მაგიდასთან არის რეიგანის მაგიდა სწორედაც რომ ეს თქვა რამდენიმე ხნის წინ და ამ სხვილი საკუთარი ფლომასტერით დაასვავს ხელმოწერას დონალდ ტრამპ ხო და დონალდ ტრამპი თუა შენ წინააღმდეგ ეს ექსცენტრიული ჟღალი კაცი ექსცენტრიული გამჯიბრებელი თვით რონალდ რეიგანთან что ერკინება კონცეპტუალურად ერკინება თორე აბა ხარ ინგზე არ არიან არც ერთი და არც მეორე რეიგანს აღარ ლაპარაკობ დამარცხებულ მისთვის დამარცხებულ ბაიდენს ობამას ბუში არ უყვარს ვიღაცა არ უყვარს უფროსი ბუში არ უყვარს კარტერი კენედი რაღაცებს ლაპარაკობს იქ რაღაც აბრაამ ლინკოლნი ვაშინგტონი აი ეს ფოტო უნდა იყოს ეს ფოტო არ უნდა იყოს რაღაცა მონრო და ასე შემდეგ ხა ეს მონროზეს მოდის მე ვილაპარაკოთ ხო როგორი იყო ხო პრეზიდენტი ამიტომ და ამ ტრამპს რას ერკინებით ან რაგონია ბიზნესა ივანიშვილს ჯერ გადამალული რამდენიც აქვს 4 მაგალითად მილიარდი ან გადაუმალავი რაც აქვს ასევე 4 ჯამში 8 კარგი ოკეი დავაბრუნოთ 10 მილიარდით ვის შეერკინება ის მე მესმის რომ სამყაროს ცენტრად წარმოაჩენს საკუთარ თავს და მგონია რომ მის გარშემო ტრიალებს უკლებრივ ყველაფერი და ამბობს რომ მე რო არ ყოფილი თავისი კილოკავით მე რო არ ყოფილიყავი ვერც ვერავინ დაამარცხებდა ბიზნეს დიახ თქვენ რო არ ყოფილიყავით ვერც ვერავინ დაამარცხებდა ბიზნესაონს და მიხეილ სააკაშვილს მიხეილ სააკაშვილს ხო ვერავინ ვერ დაამარცხებდა იმიტომ თქვენ უზარმაზარი რესურსი ჩადეთ რუსების გვარი არ გეხმარებოდნენ ჩვენ შუდარჩის და ასე შემდეგ გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ ამას ხო არ შეიძლება გადააყოლო და ჩაბეტონდე ქვეყანაში ჩაბეტონდე და გააქსუო და გაასუქო შენი მომხრეები ამასთან შერჩეული არა პროფესიონალიზმის კუთხით აბა კალაძერისი პროფესიონალია მართლა ეხა მარცხენა უგასწრებთ რუსულისთვის კრაიდან მარჯვენა კრაიზე ვერ გადმოდიოდა როცა მილანში თამაშობდა ფეხბურთელი კი კარგი იყო ამ ყველაფრის მიუხედავად ანუ ან 4 ნომერი იყო ან 5 და 2 ნომერს კი ვერ თამაშობდა ხო და წინ ვერ მიდიოდა გოლებიც აქვს გადაელი განა არა მეტოქის კარში ც ხო მაგრამ პროფესიონალიზმის ნიშნით ხო არ არჩევ შენ გრიგოლიჩ ამათ ხო ესენი ხო ერთგულები არიან რომლებიც აქვთ ერთი მიზანი რომ დაესხან თავს განადგურონ მოწინააღმდეგე რაღაცა და ილაპარაკონ შენი ვთქვათ რუსების მიერ მოგონილი ბოდვები 24 წუთი გავიდა ამასობაში მოკლედ მეგობარი აქტი მიღებულია ქართული კონგრესის დონეზე მეგობარი აქტი მიღებული იქნება სენატის დონეზეც აგერ მე და აგერ თქვენ მეგობარი აქტი მიღებული კონგრესის და უკვე შემდგომ სენატის მიერ დაიდება პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე და როდესაც ტრამპი დაასვავს საკუთარ ხელმოწერას ამ დოკუმენტს სხვილი ფლომასტერის მსგავსი კალმით და აწერს ესე დონალდ ტრამპ როცა კანონი გახდება ეს ყველაფერი ზარქუებს მე მესმის რომ წნევა არ დაარტყამთ და ბიზნესას არ დაარტყამს და რაღაც ახალი ექნებათ მოსაფიქრებელი რომ ტრამპი დავარცხდა გლობალური ომის პარტიასთან მაგრამ ტრამპი კი არ დამარცხდა გლობალური ომის პარტიასთან ბარემ გეტყვით ხიად დაუფარავად თქვენ ხართ რეალურად გამოპუტინებულები და ზუსტად იგივეს ლაპარაკობთ რასაც ზახაროვა და ზარქუა თუ მდინარაძე არის ბოდიში ესე რომ ამბობენ ხოლმე მდინარაძე მამუკა აღარ ვილაპარაკოთ ზარქუაზე მდინარაძე მამუკა არის მარია ზახაროვა
ესე რომ ამბობენ ხოლმე იუბკაში. ნახვამდის.